საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს ამჟამინდელ მთავრობას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია. აღნიშნულს გამოხმაურება უკვე მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში, მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბრიუსელი დღევანდელი მმართველობის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ფორმით შეცვლას ითხოვს. ევროპარლამენტმა ახალი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბებით. ქვეყანაში არის საპარლამენტო კონსტიტუციური კრიზისი. ამ კრიზისის განმოხტვის ერთადერთი საშუალება ცხადია ახლა ისევ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში. ქართულმა ოცნებამ ვერ გაიგო ეს მხოლოდ, გაიგო მთელმა მსოფლიომ და ამიტომ ბურთი არის ქართული ოცნების მხარეს. მათგან უნდა მოდიოდეს პოლიტიკური ნება, მათ უნდა გაითვალისწინოს სიმძიმე, რა დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორც მათი არალეგიტიმური წარმომადგენლობის ქვეყნის შიგნით არ აღიარებით, ამავდროულად ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების არ აღიარებით. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ევროპარლამენტი აბსოლუტურად არ ფიქრობს თავის ავტორიტეტზე თუნდაც ქართულ საზოგადოებაში და არა მარტო ზოგადად რომ ავიღოთ ესე იგი მათი ეს ნაბიჯი და შესაბამისი განცხადება თუნდაც რომელიც არის ამოვარდნილი აბსოლუტურად ყოველგვარი ლოგიკური ფარგლებიდანაც სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. თუმცა ნუ მეორე მხრივ ალბათ არც უნდა გაგვიკვირდეს ვინაიდან ჩვენ თუ ჩავხედავთ მათ მიერ მიღებულ თუნდაც ბოლო რეზოლუციას, მე-7 რეზოლუციას, იქ არაერთ აბსოლუტურად უსუსურ, აბსურდულ ჩანაწერს დავინახავთ საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. პირველი დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. დემოკრატიის შუქურა ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და სამართლიანი არჩევნებიც მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს. მეორე, უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირად უნდა გქონდეს. მესამე, უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა, ღია ომში. მეოთხე, ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს ქართულ ეროვნულ ახირებებზე უარი უნდა ვთქვათ. ეს პრინციპში პირდაპირ მოგწერეს რამდენიმე დღის წინ. აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდამჭერი. მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის ჩანტაჟი როგორც ჩანს არ ჭრის. დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასოდეს უთქვამს. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება. PS დღეს რადიკალებს აქცია აქვს დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტიურად ჩავარდნილი იყო და მის დასაბუსტად რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხევაა ეს განცხადება.